ეს არის პატრიოტის ფორმა, წითელი მაისური, რომლის სამკლაურზეც არის საქართველოს დროშა გამოსახული. პატრიოტის ჟილეტი, რომელზეც არის საქართველოს დროშა გამოსახული. და კეპი პატრიოტის, რომელსაც აქვს წარწერა პატრიოტი და გამოსახულია საქართველოს დროშა. აუცილებელია რომ თითოეულ პატრიოტს ეწოს ეს ფორმა. მე ვარ ლიდერი, ლიდერის ფორმა არის ცისფერი მაისური და ლურჯი კეპი, რომელზეც გამოსახულია საქართველოს დროშა და აქ წარწერა ლიდერი. შემოვიდა თბილისი. შემოვიდა გაჩერდააბი. გოგოლიდერი. გამარჯობათ მეგი. ანდრია ხარქვენ. დანა არა. ზურაბაშვილი გურამი. ვისი ჩანსაც შემოწდა იქ კი ამდენ ჩვენეთი დოქტორი რამაზან გამომიშვა და დასახმარებლად მაგის გადარეკავს და გაიგებს თქვენ დასახმარებლად როგორ დაგარეკნით თქვენ გაკეთებთ ეს არის ყველაფერი თქვენთვის გაკეთებული ამ საპრეზიდენტო პროგრამაში კიდევ ერთხელ ვამბობ რომელშიც თქვენი დასვენებისთვის ამ 10 დღის განმავლობაში ხარჯება ძალიან დიდი ფული და მოდი ეს ჩვენ საუდგეთ და დავაფასოთ რა მე ვარ ბექა ბაქრიძე, შენ ფრენბურთის თამაში ვიცი კარგად და რეგბის. მე ვარ გიორგი ჯანჯულია, 13 წლის ფეხბურთი. ან აფხაზეთო ერთი ყვირის და დავშევამბობთ ჩვენ დავბრუნდებით. აი უფრო მაგარია. ან ესე გავითვალისწინოთ როგორი რაღაცა რომ ჩავსვათ მაქსიმალურად კონტექსტში. ანუ შეძახილი და დევიზი და აი მაგალითად ბესოდასომ ჯვაროსნები თუ იქნება სახელი. კი, ერთი ცოტა ყველა როგორ რაღაცას ვიღებ. აი დაუშვათ. ბანაკი ვარციხე. რაზმი მეშვიდე. სახელი ჯვაროსნები. დევიზი აფხაზეთო ჩვენ დავბრუნდებით. ძალიან კარგი იდეა არის. სახელი ფეშვები. შეძახილი აღზარდაშვილი მამულიშვილი და დევიზი იქნება ჩვენს ფესვებზე აყოდება საქართველოს. სახელი ერთხმად ვისაძმავ. ფესვები. არა. ფესვები. დევიზი. აღზარდაშვილი მამულიშვილი. აღზარდაშვილი მამულიშვილი. ჩვენ ვართ რაზმი დაწმული. ვიდგეს გული ქართული. ვიდგეს გული ქართული. წინდევის არ დავარღვევ. წინდევის არ დავარღვევ. უკან ვინ ვერ დაქვევს. უკან ვინ ვერ დაქვევს. ჩვენ სამშობლოს დიდება. ჩვენ სამშობლოს დიდება. ქვეყანა გაფრინდება. ქვეყანა გაფრინდება. პატრიოტებს სალამი. პატრიოტებს სალამი. არ დაგვეშვა სალამი. არ დაგვეშვა სალამი. ვინ ვარ ჩვენ? პატრიოტები. პატრიოტის სიტყვა არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ აი რომ მოვდიოდი არ ფიქრობდი საერთოდ. მე მგონა სულ სხვანაირი იქნებოდა. უნეთ მიყვარ ხარ. ეხლა რას ვაკეთებ? რას ვაკეთებ? ხომს გავსლეს. ხელა ხალხი ხარ და კიდე იმას უნდა გიხსნიდეთ როგორ უნდა იყოს წყობაში? და 4-მდე უნდა გასწავლოთ დათვლა რომ 4-4 უნდა იყოს თითო ხაზზე. ამოვიდა სკოლა. ეგრე არის. არ მინდა.
ყველი მომის. არა ის არ უნდა შეიძლება ყველა მომის თორე ხარ. მაურავთ უკვე ძა. ბიჭებო მიირთვით თქვენ. მე აცალეთ ხოს ეს უჭა. ანუ ხო. ორივე გუნდი უჭამი საკნეს რაც ნაიდავ. ის ამოვიქრო თავი ჩავა. რა ხსოვს პატრიოტ ქუდი მოვიხადოთ, პატრიოტ. ისა ხალხ მეება, ხალხ ჭამელი. ტესტარიგი, ხო ეს. ჭამის დროს ძაღლის წუნდება. მე რა ჩვენ ზაღლები ვარ? არა. ყველი იგივეა სხვა. აგუჭა, შეგაღლეს სემენდი მოვა. არა ბიჭო, ეგ ჩავდოთ 100. ხები? 100 ფორმაში როგორ გამოიყო? 100 ხო წავა ეგ? 100. ეგ ამას აქედან გავუსხვა, ჯერ ბეტონია, იგე? აქ ჩავასხა ბეტონი, ნუ ხა დავდო ჯერ. და მე აუღურე 100 ხო იქნება. ამაში ხო ჩავა ბეტონი და მე გადავასხათ ამას ზევიდან. მაშინ ჩავალოდე. ხო, სისტორიაზე რომ მე იგი თანაბრა დავდო ზევიდან. ეს ზემოთ ზოგინება. დადგა ეხა ყველა და გასწორდა. ყველანი ვარ? არა, ორი გვაკლია, ის პოლონელი და კიდე ერთი გოგო მე მგონი. ერთი გოგო თუნდაც არის. დები რა. მე გორ ბაგეთი ეხა ყველა კარგად მომისმინეთ რა. თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცით რა ფაქტიც მოხდა გუშინ, ხო? მგონი ვიცით. და ყველა ჩვენთაგანი უთანაგზნოთ მათ ოჯახებს. დაიღუპნენ პატრიოტები. მიდი. დაიღუპნენ პატრიოტები და რაღაც. ჩვენი გადაწყვეტილებით, ლიდერებისა და ბანაკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით წავიდა დროზე ქუდი დაიფარა სასწრაფოდ. ლიდერებისა და ბანაკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დღევანდელ დღეს სოლიდარობას უცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და თითოეული ჩვენთაგანი გავიკეთებთ შავ სამკლაურს ხელზე. ეს ლიდერს. ვინმე არის ვისაც არა? ყველას გაქვს? არა. კომენტარები. ავტობუსი გადავარდა და დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი იყო ლიდერი, ორი პატრიოტი და არიან კიდევ მძიმედ დაშავებულები და მე ვთხოვ თითოეულ პატრიოტს მეშვიდე რაზმელს როტოთერდუმილით პატრიოტებს მათ ხსოვნას. არგეს
ხო, თუ თამაშობდით, აი, всё. ეს თამაშები სადახარ შეჭი. მერე მიაქციე ყურადღება რა. თამაში აღარ იყოს ესეთი. აბა დადექით, აბა და გავსწორდით ლამაზად და მოუყადეთ ერთხმად ბოდიში. 1 2 და 3. რიდი ბოდიში ლაშას. ჩვენ გვაქვს ასეთი წესი, ხო? როცა ბანაკში იჯება ვიღაცა და სხვა ამაზე დაიწყოს ხუმრობა. არა, მაგდა თქვა, სანურა თქვა რაღაც და ამეცაც იცილი, მე და ელენეს ხო იცი. იცოდე გაითვალისწინე ასე შემდეგ, დაუშვათ იმას თუ ვჯით 10-ით, გამრავლდება 10-ზე და გააკეთებს იმდეს. ანუ ეხლა შენ აი ელემენტარული, შენ რო გჯიდეს და თავმოყარი ბიჭი ხო ხარ, შენ რო გჯიდეს და მე აქ დავდგე, მიდი, შენი რაზმელი იგივე ან გვერდზე კოტეჯე, მაგარია ძმა. ხო გაგიწყდება. აი პომპია ზუსტად რა. აქტიურობითად გამოირჩევი და ყველაფერი და მე შეგიკითხე შენ თუ გახსოვს ლიდერობაზე, ასაკი როგორ ხდება ძმო, პირველი მე ვიქნები, ვიჩენ გაგიწევს ლიდერობაზე რეკომენდაციას. მაგრამ ამისთვის კარგი ლიდერი რო გახდე, უნდა იყო კარგი ბავშვი. გასაგებია? იმიტომ რომ ვიცი რომ გინდა ასეთი რაღაცა. Ванечка. Андрений зелёный Адга Ванечка. Ჩემი ფუტბოლისტები შეადგა. სამოხდა შენგელოდება თელი ბანაკი ადგა. მიდი. ესო შეიძლება იქ ჩავიდე? კი, სიგური. რა დაგაძინო, კაცი, რა დაძინია, ადგა. როგორ იქნა შარვალი გაიხდა?
ხარ თბილისში? გადავასახა. მარტო არ გაგევასათო. დავი. მაი. მაი. მოსაწონი ადგილი. ჰა? მოსაწონი ადგილი. რატომ მოსაწონი ერთული? ვერა. იყავიტო. იყავი დღეს გამე გაგფასტო. სკოლაში მოგწავაზო. ვერა, ვერა. თუ გოგო ეს მაჩი მიდიხარ. აღარ გასწინდეს ხო მოშინწახო. კურსდავ წავდა. ვეკა, რამდენი წელს ხარ? 13. და რატო გინდა წასვლა? უბრალოდ აი არ მომეწონა ბარაკი. ამ შეხარ პირველად ავარ და ვერ მოსწრებია. ვერ შეგვირას? ხო, ბარაკს. აი, რეჟიმს ვერ შეგვე, კვებას ვერ შეგვე თუნდაც. თუ გართობა რომ არის. არა, რეჟიმს ვერ შეგვე, თუ გართობა იგივე პრობლემა. გილდით ადრე გომოგიჭირს? არა, დილით ადრე ისედაც გეკოდი. აბა რა რეჟიმს? აი საერთოდ რა აი რა მაინტერესებს დავუშვათ ხა ფორმის ტარებას ვერ შევეგვია? არა, ფორმის ტარებას შევეგვია თქო უნდა. თითო რეჟიმი იცი სიტყვა რას ნიშნავს? დიახ. აბა რას? აი ეს თვითონ წესდები იმაში. ახლა მომისმინე მე შენ რა უნდა გითხრა? როდესაც ჩემ სკოლაში მოვალ ხამე, თუ კი მოვედი შენ სკოლაში, ხო? დავუშვათ ეგ ჩემნებაზე მომინდა, როცა მინდა ვიარო, როცა მინდა ვიცინო, როცა მინდა ვიმხიარო და როცა მინდა უბრალოდ პანიკავდე, ხო? ეს შეიძლება? ნუ არ ვიცი, არ შეიძლება თუ არა, უბრალოდ გეკითხები, რატო ნერვები? კი, შეიძლება. შეიძლება, როცა მინდა, როგორც მინდა ისე მოვიდა. ყველა რო ისე მოიქცეს, როგორც უნდა. შენ როგორ ფიქრობ, რა შედეგამდე მივალთ? აი შენ ესე გინდა ადამიანი ხარ, რო ეგრე მოიქცე, მეც ესე მინდა, მეც ადამიანი ვარ, აი ყველას ისე უნდა, როგორც მას მოესურვება, ისე მოიქცეს. არა, ისე არ შეიძლება, უნდა ისწავლოს და უნდა იმას ხო, აი ხა მაგდან გამომდინარე გაუნები, რომ თუ კი ისე არ შეიძლება, ყველაფერი უნდა იყოს რაღაც ჩარჩოში ხო მოქცეული და აქაც არის ესეთი ჩარჩო რა, ანუ არის რაღაცა ვალდებულებები, რომელიც უნდა გააკეთო, მაგალითად უნდა დაალაგო ყოველთვის ის, რაც შენ დაყარე. ნუ არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად შენ. ამაზე თანახმა ხარ? ფორმის ტანებაზე თანახმა ხარ? დილით ადრე ადგომაზე თანახმა ხარ? ჭამაზე თანახმა ხარ, ხო? აბა რა დარჩა? აი რა დარჩა, ხო და მითხარ. შენ ხარ მამაკაცი. და ხარ კარგი საკაცო მასალა, მომავალში აუცილებლად უნდა დადგე კარგი კაცი. თუ კი შენ სურვილებზე იტყვი უარს და დაფიქრდები იმაზე, რომ წინააღმდეგობა, რომელიც ხდება ცხოვრებაში, ის უნდა გადალახო. თუ კი შენ ახლა შეგნებულად შენი თავით იტყვი ამაზე უარს დაუშვათ და მოდი მოგვეცი შანსი ერთ დღე კიდევ დარჩი და განახებთ. როგორ შეიძლება ვიყოთ კომფორტულად და კარგად, კარგი? ერთი დღე დარჩი ჩემი ხათრით, ა? მხოლოდ ერთი დღე. და იცი რა გავაკეთოთ, აი ხვალ საღამოს თუ კი შენ ისევ ამაზე იქნები, მეც ისე დავურეკავ შენებს, კარგი? ბექა უარს ხომ არ ვეტყვი. კარგი, დაურეკავ მას ჩემებს და ვეტყვი რომ იმას. აბა ეხლა თან გამიღიმე კარგად და გულიანად. მოდი გაკოცე. ერთი დღე, მხოლოდ ერთი დღე, კარგი? ერთი დღე მაჩვენე, აი შემომწირე მე, თუ შეგიძლია თუ პატივისცემ. ოღონდ არ გაძალებ, უბრალოდ გთხოვ. კარგი? შევთანხმდით? იდე მე 91 სკოლის დირექტორი ვარ და მე თბილისში შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს. დიდი ასე დაგალაპარაკა ხა. თუ მაჩვენე და კიდევ ამბავს, რა ვიცი, აბა მე მგონი სხვანაირი დაგიბრუნდება. უბრალოდ მინდა რომ ეს შეხედულება შევაცვლევინო, ახლა მას ესეთი განწყობა შევაცვლევინო და პირად კონტროლზე ავიყვან მის გათობის საკითხს, ესე ვთქვა. მე დადგა. თქვენი უკან 10 ბtíkნი. ვინმე დაარღვევს საბანაკო თავად წესებს. ითიმეთოს ყოფში დგომას და მე ეს არ დაველაპარაკები რა. თვითონმა თქვენთაგანმა გააკონტროლეთ თქვენი თავი, დაიჯება რაზმი, დაგაფრთხილეთ.
წავიდა. არ მოიწინა ხოლმე და ჩვენ გვიხარ ყველაფერი. ხო. მიდის. ასეც არ მიდის. აშებო. სანუ მოვიწი რა. ეხლა რა უცხარება. მეკინა. აბა ჩვენს ერთად ყოფნა, ჩვენს სიძლიერეს და ჩვენს მეგობრობას. გაუმართ! 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 საქართველოს გაუმართ! 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 ავიდა. აიქიდან გამოიქცევი, უნდა შემოურბინო ამ ნიშნულს, უნდა ან ეგრე. მოდი, ან ასე. ან ოღონდ ხარზე ბურთი დაგხვდება საჯარო ქულა. დაგივარდება საჯარო ქულა. მეორე, ეხა ბურთით რა არის კიდე? მოდი დადექი უკან. 1 2 3 კაცი მიუდგა რა. ანუ ვიწყებ? უყურე. ყველა ბურთს ვაწოდებ აი ესე, უკან წავიდა. ამაროთი დავა დაარტყა. აეგარი დავა. დავაშავე. დავარღვეთ საბანაკოზე. 2. აი. 1. 2. 1. ბოლომდე. აღარ დავა. 2 არ მიწია. 1. 1. აჰა. აუშფარ. დატრი. მიხაჟენ დაგჯი. ეცი სამი. ბოლო პადაჩა. შვიდი სამი. ამა კამერაზე. ველიდეს გაუმარ. ჯო. გაუმარ. ჯო. გაუმარ. ჯო. ხერდოთი ხო? შახოთ. არა მოხდა. მოხდა? ეგან, ტრიადი. კიდე? ეხა ბუქნებზე გავაკეთე. კიდე. რამდენი ბუქზე ვითამაშე? ლიდერი და პასუხი. 100 ბუქზე? 100 ბუქზე, მაგრამ გაითვალისწინე ლიდერი ყოველთვის მართალია. ხო, მაგრამ ლიდერის აკეთებს უცაგი. გაითვალისწინე ლიდერი კი ბატონო, მაგრამ თამაშია. არ გასწორდა კიდე დაგემატა. დედე დაგემატა. ბიჭო ვიღაცა. 2. 1. მე დაგვემატება. ბიჭები არ ჩადიან და რომ მოვაც ყველა აფიქსირები და გარგეს ბიჭო, უნდა ჩაჭდე და 2 ამოხდე. 2. დარია და თვითონ ჩაჭდა. ლაპარაკი ბიჭო. რა ხوار უბერა მართლა ლაპარაკი ბიჭო. ერთი კაცი რომელს დააშავეს, რაზმი დავსაჯო? არა. ერთი წუთი თვითონ თუ ის კაცი. უპასუხ. რას დავჟე ლაითა და იმ კაცს გამომწარებ იმ დღეს. რომელი ჯობია? თვითონ ის კაცი. სერიოზულად გეუნებით რა. ყველანაირ ხუმრობას თავი დავანებოთ ახლა და მაგრამ აი ხა ლაპარაკო და კიდე ლაპარაკოს და მე რატო რა? ისმენ.
მე გიტყდებათ რაღაცა რა სხვანაირად რო გეუბნები. ძმაკაცური და მეგობრული არ გინდათ ეთყობა რა. ამოვიდა მართლა გელში. ეს შეება ეთნავია. ვინ შეება? მე. შენ შეები? ხო. ვერ გამიდრე უნდა დავწე და მე ახალი. აუ, ლიდერობა თუ არ გინდა შენ? არა, ხო, ნახე. ლიდერობა არა, მაგრამ მე მინდა, შენ? ო, რა გინდა? კაია? მაგარი პონტია. ბიჭო, კაი პონტია მაგალითად, რამე ჩვენ ხო არ პატრიოტები. რამე რომ გვაძინებენ, ხო ხმაურობ დარავია რა. და ეს არის ნებელას ხო შეგვეძე რომ ისო შეგა რო ადებული რომ დაიძირო და რო არის ის მაგიტომაც გეშო და ამას შენ თქვენ თუ არ იქნებით ერთი გუნდი, თქვენ თუ ვერ გაუძლებთ სიცნელებს და თქვენ თუ პატარა წინააღმდეგობებზე დაიწყებთ პროტესტის გამოთქმას, ვერანაირად ერი, რომელიც სოციალურ პრობლემებზე იქნება მხოლოდ დაფუძნებული, ვერ გააკეთებს საერო საქმეს. გასაგებია და ვერ გააკეთებს საქმეს, რომელიც დასჭირდება მომავალ თაობებს. დღეს ჩვენ გვინდა მთელი მუხტი, სული, გული, ემოცია გადმოგცეთ თქვენ, თითოეულ თქვენთაგან. რათა თქვენ წახვიდეთ დღევანდელი დღით აშიტირებულები, ემოციებით დატვირთულები და გაიაზროთ თითოეული ასო სიტყვითან საქართველო. თქვენ ეს უნდა დაინახოთ და თქვენ უნდა დამანახოთ, რომ არც ერთი წვეთი სიცხლისა თქვენში არ არის არაქართული.
ლაპარაკობ. რამდენ თქვენგანს უნდა ლიდერობა? Წამოვიდა ხელების სამღა, წამოვიდა. თუკი რომელიმე თქვენთაგანი გადაწყვეტავს ლიდერობას, თუკი შეუძლია მასის დამორჩილება, ხო? იმას ხვალინდელი დღე უკვე ხსნილი აქვს და მას სხვანაირი აზროვნების უნარი უჩნდება. მე უბრალოდ მინდა გაიაზროთ, რომ ლიდერობა მარტო კაი ტიპობა არ არის რა. ლიდერობა არ არის მარტო აი ესე რო უზამბავს და გაგიკეთებს. აი ესე არც ერთი ჩემი ლიდერი დარწმუნებული ვარ რომ არ უზამს არასოდეს არც ერთ ბავშვს გამორიცხულია. მე მინდა იცოდეთ თქვენ ერთი რამ, რომ ლიდერობა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. და ჩვენ ყველანი ბანაკის უფროსობა, თქვენ ბავშვები მთლიანად ხრებზე აწევხართ ამ ადამიანებს. ეს უნდა შეიგრძნოთ და ეს უნდა გაიაზროთ. სანამ ერთ მუშტად ვიქნებით ბავშვობა შეკრული, ვერანაირი მტერი ვერაფერს ვერ მოგვიხართ და საქართველო ნამდვილად არ გადაშენდება და ქართველიერი არ გადაშენდება. მე გულწრფელად მეჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს სოხუმში პატრიოტულ ბანაკში და გისურვებთ ამას ნამდვილად. დიდი მადლობა რომ მომისმინეთ. პატრიოტიზმი არის, როდესაც შენ სამშობლოზე ფიქრობ, როდესაც იცავ შენ სამშობლოს და ასე შემდეგ. პატრიოტიზმი იმას ანიშნავს მარტო გართობას და სიმღერებს. იმასაც ნიშნავს, რომ უნდა დაიცვა წესი, ლიდერს უნდა უსმინო და ლიდერი ყოველთვის მართალია. ყველანაირ პირობებში. Dai bici. Mara, sudia, იმიტომ რომ მედის. ჩვენი სტანაბედნიერი განა არის სათმერი. ვინ ხარ შენ? რა გამხიარულებთ ქართველებო? რა ხმებია? რა ხდება? კარგად ხართ ქართველებო? გეიფობთ? და არაფერი არ გავიწყდებათ? ვინ ხარ შენ? ვინ? ის ვინც ცოცხლად დამარხეს.
ის ვისაც ცოცხლა დააძვრეს თავს ესკალპი. ის ვისაც ზუცოების კერტებს აჭრიდნენ. საშინელება! საშინელება! მე ყველა ის დედა ვარ, რომელსაც თვლის შვილის ამოჩიჩქნილი თვალი გადააღლობეს. მე ყველა ის ქალი ვარ, რომელსაც ყოველდღე აუპატიურებდნენ. მე ის ქალი ვარ, რომელიც ხელებით, ხეს და ფეხებით ტანკს მიაბეს და ისე გაგლიჩეს შუაზე. წარწერა დატოვეს. როგორც ამ გოგონას სხეული არ გაერთიანდება, ისე საქართველოს გაერთიანება არ ღირსება უგესმის. მე აფხაზეთი ვარ. მე თქვენი ტკივილი ვარ. მე თქვენი დარდი ვარ. მე თქვენი სევდა ვარ. მე ის ვარ, რომელიც გელოდებათ, როდის იბედგავს თქვენში სისხლი, კიდევ ქართული გესმით? ხელი ხელს ჩაკიდეთ, გესმით? ეს ქვეყანა თქვენი არ არის? შემოკარგო ქვეყანო, რასდედა მოგიწყენია, აწმყო თუ არ აქვს წყალო, მომავალი ჩვენია. ჩვენია. მომავალი ჩვენია და საქართველოს გაუმართ ესეთი ერთიანები და შეკრულები ჩვენ აიძინება შეხვდებით ევროპის სახელმწიფო პატრიოტულ ბანაკში ერთიანება ჩვენ ერთადობები ჩვენ გამარჯვება ჩვენები ვარ ჩვენი ვარ დარწმუნებული ვარო, მთელი სული და გული ჩადეთ ამ 10 დღეში, თქვენს ლიდერობაში და მაგისთვის გადაგიხდით კიდევ ერთხელ დიდ მადლობას. თუმცა ძალიან ბევრი ხარვეზი იყო და ისევ და ისევ ეს არის, ასე ვთქვათ, თქვენი ბრალი რა. ეს ჩემი აზრი არის და ხა თქვენ უკეთესად უნდა იცოდეთ. თქვენი აზრისთვის, პირადად ჩემთვის და მე მგონი ყველა თითოეული ჩვენთაგან ისისთვის და დიდი მადლობა ამისთვის. კიდევ ერთ რაღაცას მინდა ხაზი გაუსვა რა. ჩვენ ვართ ყველანი ადამიანები, მით უმეტეს საქართველოს იცით რა პატარაც არის რა. ამით არ თავდება არაფერი და არც დაწყებულა არაფერი რა. მე მინდა რომ თითოეულმა თქვენთაგანმა დაგვანახოს საკუთარი თავი და წარმოაჩინოს თუ რა შეუულია თავიდან ბოლომდე. რომ გაიხსნას ლიდერი მუშაობაშიც და იმ თავის კრეატიულ აზრებში და ყველაფერში ნებისმიერ საკითხში, რასაც ლიდერობა ქვია და რაზმის მართვა ქვია რა. თუ თვლით რომელიმე ლიდერი რომ ჩვენ ხელმძღვანელობამ რაღაც დონეზე მივიღეთ არასწორი გადაწყვეტილება. თუ თვლით რა თქმა უნდა. თუ ვინმეს რაიმე შეკითხვები გაქვთ, კი ბატონო, გიპასუხებთ. არავით არა. კარგით.